ბატონის სადღა დაიკარგა. ჩაის ადუღებს. სასპენის ხმა არ გამიგია. როგორც კი გავიგებ, უნდა ავდგე და სინი მივართვა. არ ვიცი, ვინ მაძალებდა, რომ ამ სინის თრევა თავიდანვე მევიკისრე. ძიმე მაიცი? დავჩერჩეტებ ამ სინით აქედან სამზარეულოში, სამზარეულოდან უკან, ზეთკი თითქმის არაფერი აწყვია. მე ვიფიქრე ეს ჩემგან როგორც ქმრისგან კეთილშობილური ჟესტი იქნება მეთქი, მაგრამ ახლა ამას მარტო სტუმრიანობისას კი არა, ყოველდღე ვაკეთებ. როცა სტუმრები ყავს, მაშინ მაინც საძაგლობა, თავის დამცირება და მეტი არაფერი. მე ვიცი, ზოგიერთი ჩვენი ნაცნობი მაგალითად პანტელეიმონი ვითომ თავსევლება თავის მეორე ნახევარს დიდი სამბით გაუღებს ხოლმე კარს, მაგრამ ჩვენ ხომ ყველას კარგად მოგვეხსენება რა შვილიც აბრძანდება. როგორც კი სტუმრები გაიკრიფებიან, ზედ ცხვირწინ მიუჯახუნებს ხოლმე კარს. ამას წინათაც რომ ვესტუმრეთ, ცოლს სკამიც კი შესთავაზა. და ამით ისე გააოცა, რომ საბრალო ქალი კინაღამ იატაკზე დაებერტყა. ასია ჩემო ბატონო, პანტელეიმონის ამბავი 5 თითივით ნათელია. ჩაი ალბათ უკვე ალუხდა. სასტენის ხმა არ გამიგია? ალბათ სასტენის ჩაიდანის ცხვირზე ჩამოცმა თუ დაავიწყდა. ვითომ იმასაც პირველად დაავიწყდა. პირზე კი სულისაკერია, ვითომ მე მავიწყდება ხოლმე. ნეტავი დღეს რა დაემართა? ალბათ მეორედ მოსვლა, რატი ამ სინისთვის არ მოჩანჩალდა. დაანებოს. მიდი მოდის გავუთავებლად ამ სინით. რა იქნება რომ ერთხელ ნამდვილი მამაკაცივით მოიქცეს. აბა რა მაგისი საქმეა ჩაი. ერთი სასტვენი სადღაც აიღო. თვითონ სადღა დაიკარგა ერთი ვიცი. მოგწანდეს. აკაბძანდება. ცურვესად ყოფილ ხარ, ძირფასო, სად ყოფილ ხარ. ამაზე რა უნდა უპასუხო? დიახ, ახალა. ეთილი და პატიოსანი, ეთილი და პატიოსანი, აბძანდი. მადლობ.
მოგახსენოთ და ამჯერად ძალიან სარკასტული პასუხი გამცა. ჩაი შესანიშნავი. საკვირველი. ისე გამომიწოდა ერთი ფინჯანი ჩაი თითქოს 100 მანეთიანი ეჭვკევინოს. ეხლა ეს რომ მათ არ ბრძანდებოდეს დიდი სიამოვნებით დავამტკნარებდი. მაგრამ ეს ქალბატონი აქ აბრძანდება, როგორ შეიძლება რომ პირღია დამინახოს. თვალები აუწყლიან და წვრილი შრიფტის ბრალია. იცის სათვალე რომ ჭირდება, მაგრამ როგორ იხტიბარ სარიტეხს. მიდი, მოურიე. სანამ ეს ერთ ფინჯანს მოურევდეს, მე ამასობაში სამს დავლევ. იქნებ გახსენდეს შაქრის ჩაღრა. არა, მე მელოდება რომ ჩაუყარო, რათა შემდეგ აწუწუნდეს ძალიან დამიტკბეო. დავიღალე. რა უცნაური სიზმარი ვნახე ბალახის სათიბ მანქანაზე. რატომ უნდა დამსიზმრებოდა? რატომ? ჩვენ არც მანქანა გვაქვს და არც ბალახი. აი ეზოს ბოლოში ერთი ხელის დადება მოლია, იმას ფრჩხილების პატარა მაგრატლითაც კი გათიბავს კაცი. თუმცა არც ის მაგრატელი გვაქვს. გუშინ საღამოს ფეხის ფრჩხილების დაჭრა მინდოდა და ვერსად ვიპოვნე. იმ ხელა გამეზარდა რომ სადაცაა ზეწარს წამოედება და გახევს. ახით იქნება. თავის ადგილას რომ არაფერს აჩერებს. გაიგედა დადერას ეთალოცილო აბაზანის კარადის მეორე თაროზე. კაცმა მაგისათვის სპეციალური კაუჩიც კი გავაკეთე, მაგრამ მოგწლია, იმაზე ტაშტი ჩამოგიდა. და თანაც ისეთნაირად რომ კარი აღარ იკეტება და პირის გაპასვისას ცალიფეხი აბაზანაში მიდგას. თავს მოვიჭრი რომ შაქარი არ ჩაუყრია. შენი ჩაი დაუშაქრავია. უშაქროა? დიდი მადლობა. ზის, ახეინად მიყურებს. მე კი იმდენი ვატრია ლესკოვი რომ კინაღამ მაჯა ვიღრზე. არა უშავს. ჭკუას ისწავლის. ალბათ უფრო ადრე უნდა მეთქვა. ახლა უნდა ვიჯდე და უცადო, სანამ მთელ პროცედურას ახლიდან ჩაატარებს. არა.
აშაკეში F ასტრენი საიდანის ეს რა სისულელე ჩამიძენ. შემართლა სულელო. რამდენი ვიცინე? მაგრამ რასაცინო. სულ გამოყეყეჭდა. ჩანდაბას, ოღონდ თავის გაზეთი არ წამიკითხოს და მე კი არ ფეგნი. კარიკატურებს ათვალიერებს. ეს ახლა ჩემი გულისათვის ცინის. ახლა მე უნდა ვკითხო რა გაცინებს თქო. მე კი სრულებითაც არ ვაპირებ ამას. ერთი სული აქვს, გაიგოს რა მაცინებს. არაოშავს, მოიწმინოს. არა, მე ვიცი და ამას რა გაცინე? ახლა უნდა რომ ვკითხო რა გაცინებს მეთქი. მე კი სრულებითაც არ ვაპირებ ამას. ახლა ორი ფხიზლად უნდა მეჭიროს. აქ წერია რომ ქმარმა ცოლს ხელი კრადა ავტობუსის ქვეშ შეაგდო. ეს როგორმე აუცილებლად უნდა წავაკითხო. ღმერთო ჩემ, რატომ ამყავს ასეთი ბებერი ქმარი? ყოველთვის ბებერი იყო სულით. ახალგაზრდობაშიც. აი ესეც ხომ ვიცი რას ნიშნავს, ვიცი. ახლა საუბრის დრო დადგა. როგორ მუშაობდა დღეს მტვერსასრუტი? ეხლა რომ მითხრას ხმარების შემდეგ არ გამოგიწმენდიაო, აქვე ოთახში შემოუტან ტრით სავსე ნაგვისხუთს. დღეს ყველაფერი რიგზე იყო. კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი. როგორც ეთყობა ამ ბოლო დროს დაწვიანდა, ჰა? სასაცილო რამე ვთქვი? ისეთი სასაცილო რომ პირდაპირ მიუზიკ ჰოლში უნდა გამოდიოდე. ეს კაცია. ჩემს სიცოცხლეში რომ არ გამიგია ისე უკბილოდ ხუმრობს. თან სულ ერთი და იგივეს იმეორებს. აი ხომ ხედავ? მტვერი რომ დროზე გამოწმინდო ხოლმე, ყველაფერი რიგზე იქნება. ინსტრუქციაშიც ასე წერია. ინსტრუქციაში. რა თქმა უნდა, ისე ვინ ინსტრუქციას მჭრის წვირში. ელუბნები იმას, რაც განამდვილებით ვიცი, მაგრამ გაგიგონებ არაფრის გულისათვის.
ინსტრუქციაში წერია. ბოლო დროს როდის გამეცინა? ნამდვილად გულიანად. მე მგონი ჩვენი ქორწინების დღეს. ნეტავი რა თქვა? რისი თქმა შეეძნა? ალბათ რაღაც იხუმრა. თუ ამან გამაცინა. ველოსიპედებით გასეირნება. რა კარგი დრო იყო. ყოველდღე წვიმდა. ჩვენ კი ამას აინუშიათ არ ვაგდებდით. ეს მაშინ ძალიან ბევრს იცინოდა. ინსტრუქციაში ისიც წერია, რომ არ შეიძლება ერთ ჯერზე დიდხანს ხმარებაო. შეიძლება ამის ბრალიც იყო. შეიძლება. ამას ამ ქალს თავში აქვს მტვერი. არა, თვითონაც პერსასლუც წააგავს. რაც კარგი ქონდა დაკარგა. აი გამოწურული ლიმონის ჩენჩოსავი და რა იქნება რომ მე იქნებ გავაცინო. თუ გაიღიმა მაინც მაშინ კიდევ შეიძლება საერთო ენის გამონახვა. ოხ ნეტავი ხლა მან გაიცინოს და მეტი არაფერი მინდა. ეს რაღაც ძალიან გამოცოცხლებულია. სასტვენის პოვნის ბრალია. ერთი ასეთი უმნიშვნელო რამ, რაც შეუძლია მერე წამომაყვედროს და მთელი საღამო ბედნიერია. ამას წინათ ჩაი გადამექცა ახალ სუფრას. ყურა გაუხარდა. ეცა რა თქვა? ხო. მე შენ ყველაფერში გენდობიო. თითქოს დავდივარ და იმის მეც არაფერს არ ვაკეთებ, რომ სულ დუღარეთის თუ თქვავ ყველაფერს. ამ სასტვენმა ერთი ძალიან სასაცილო ამბავი გამახსენა. ესე ჩემ. ნახოთ ერთი რა გაახსენა. ვის თქმას აპირებს. ოხ, მაინც თავისი უნდა გაიტანოს. რა ამბავი ძვირასო? ისეთი არაფერი, სულელური ამბავია. ახლა მინდა თუ არა რაღაცა უნდა ვთქვა. ვინ მაწალებდა, ვინ მეკითხებოდა. აბა გისმენ. ორი კაცი ზის კაფეში. და ერთი ეუბნება გესმის ადამიანებსო უცნაური ჩვევები აქვთო. მეორე კი პასუხობს ყველას ერთ კაფაში რომ მოაქცევ, მე არავითარი ჩვევა არ გამაჩნიაო. პირველი კი ეუბნება როგორ არაო, აი მე შეგამჩნიე რომ ჩაის მარჯვენა ხელით ურევდიო. თუ მეგონა რომ რაიმე ჭკვიანობს და მით უმეტეს სასაც
საჭილოს მოყვებოდ. რას მიად მოედება, რა უნდა ერთი ვიცოდეთ. მისმე! კი, ძვირფასო, კი, მერე განა. ხო და პირველია უბნება. რატომ ხუმრობენ ადამიანები? ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთი განხიარულობენ. რისთვის ცდილობს ეს ჩემს განხიარულებას? ალბათ ასე უნდა. ესა, აბა ასე რომ არ უნდოდეს, რას უნდა მივაწეროთ მისი საქციელი? ჩემი განხიარულება სურს. ხო და პირველი ეუბნება, აი სწორედ ეს არის შენი უთნაურობაცო. იმიტომ რომ ადამიანთა უმრავლესობა ჩაის მოსარევად ყოლს ხმარობსო. ნამდვილად ჩემი განხიარულება უნდა. ნამდვილად ეს. განაგრძე ძვირფასო, განაგრძე. მე გისმე, განაგრძე. მერე? განა? უკვე დავამთავრე? ისეთი არაფერი სულელური ამბავია. Dati წლის წინ კი სახლამდე მომაცილებდა. მამა მეუბნებოდა, თქვენ ორივეს თავში გიქრითო. რადგან ვიდექით ეს ქუჩაში და ვიცინოდით. მერე ჯვარი დავიწერეთ და ახლა ეს ყველაფერი უცნაურად მეჩვენება. მაშინ კი
დასო. დასიკო. ვარდო. ვარდო. ქალბატონი სახლშია? არა. სად არის? მოგახსენოთ. ხშირად დადის ხოლმე სხვაგან? დიახ. ხადის ხად. სად დადის ხოლმე? მოგახსენოთ. ვისთან დადის ხოლმე? მოგახსენოთ. და იმეგეცინე. და სად უნდა წასულიყო ასე დილა ადრიან, აი სად და ვისთან უნდა წასულიყო? არა, ის იყო, სწორედ ის იყო, ისფერი კაბა, ისფერი კუდი, თანაც მოედნის თავში თვალი მომკრა და ქარვას მისკენ დაუხვია. მაგრამ ახლა ჯერო ვეჭვიანობ ჯერა საფუძველი მაქვს. ანგი როგორ ვიწამო ისეთი მოქმედება, რომელშიც შეიძლება ისეთი უმანკოა, როგორც მტერედი. და თუ დამნაშავეა? მაშინ! აი კაცი რო ცოლ შეიცავს, მაშინ გამოსტერდება და მაშინ დაუდგება ხოლმე თვალები. გიჟი ვარ, აი სულელი ვარ, მაკლია, ვერა ვარ თვათ კარგად ცოტა. არა ორი თვეა რა ჯვარი დავიწერე და დღეში 200 მაინც შემივახოლმე ეტვი ჩემ ცოლში. თუ ჩაფიქრდება ასე მგონია სხვაზე ფიქრობს მეთქი? თუ ფანჯრიდან იყურება ასე მგონია სხვას უყურებს მეთქი და თუ სადმე წავიდა ასე მგონია საყვარელთან წავიდა მეთქი და გაბოროტებული ჩემ გულში ვებძვიხან ჩემ ცოლს. ხან ვიღაცა უცნობს აი ჩემს დამპყრობას. მინდა ერთი დავიჭირო და გასვლის როგორც ჭიაჭელა ესე დავიჭირო და გასვლის როგორც ისტანი სამოსი სვიმონ? შენ გონი სადღაც ყოფილხარ? მე? ხო. არსად? როგორ არსად? აქ ვიყავ ახლო. როგორ ახლო მე რომ დაგინახე შენ? ბაზარში მიվել სვიმონიკო. ასე ადრე რა გინდოდა? ბაზარში? რა მინდოდა და სავაჭრო. ათასი რამეა საყიდელი ბარდოს რომ ვერ ემბობი. ან შეიძლება ვერც კი იყიდოს იმ სულელმა ბარდომ. ხოდე მეც ავდექი და რა იყიდე? ნემსები მინდოდა. ნემსები მინდოდა, მაგრამ ვერსად ვერ ვიშვა. როგორ დავიჯერო ნემსებს ბარდო ვერ იყიდდა, ან შენ ვერ ისაუბრე. არა, ნემსები კი იყო ბაზარში. როგორ არ იყო ნემსები ბაზარში? მაგრამ ისეთი ნემსები არ იყო როგორც მე. ხო. რა თქმა უნდა შენ რომ ნემსებს ეძებდი იმას ვარდო ვერ მიშოვიდა. ვერა, აბა როგორ მიშოვდა? კიდევაც რომ ეშოვნა შენ არ გამოგაგებოდა ის ნემსები. სვიმონ, შენ ძალიან უცნაურად ლაპარაკობ დღესა. შენ თვითონ არ გესმის რეებსა როშამ. რეებსა როშამ? დიახ. აგია თუ არ გადავიდები? იმიტომ რომ შენ რაღაცას მიმავალ. მე? გვერდაჭემო რა უბედურიმო. მე შენ რაღაცას გიმალა, აბა როდის რა დაგიმალე? რა უბედური და დაგიმალე და აბა ვითხარი რა რა დამიმალე? ის მე ვიცი რაც დამიმალე. სვიმონიკო, შენ რა ეჭვიანო? რეჭვიანო? გამაგლები. სვიმონიკო, რა
იმან რომ იცოდეს მე იმას რას უმალა იმან რომ იცოდეს მე ამ დილას სად ვიყავი და რისთვის ვიყავი შემჭამდა არა მომკლავდა რომ წარმოვიდგენ სულ ციება მომდის რა ქნა ღმერთო ჩემო აი რა ძნელია აი რა ცუდია უსარგებლო საძრახისი არაფერს მაგნის ჩვეულება მაგრამ ჩვეულება რა ქნა ო ვერაფერს უნდა გავფრთხილდე. ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, აი ძალიან მეტი რომ არ შეიძლება. რა ბედნიერები არიან კაცები რა. იმათვის ხომ ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი მოეტევებათ, ყველაფრის უფლება აქვთ. აბა ჩვენ? ქალები. კარგი თქვენჭი.
შთამომავლობა. აი ერთი ტკბილი სიტყვა მითხრა და ჩამფუფკა. მაგრამ არა! მე არ შევცდარ ვარ. ის სადღაც დადის. და შეიძლება? აქაც ვიღაც მოდის? ამბაქოს უნიმცემს. არა? აქ ვიღაც პაპიროსიანი დადის. და შეიძლება ეხლაც აქ არის? დაგიწერეთუა! პაპიროსიანო დაგიწერე პაპიროსიანო Uime, rasagam. Rado, penasale. Ai ak. Bindadis. Კაცი თუ და ისინი, კაცი. დაღში გადიძმოდა ქალი. რა? ეი, ტუტუცო, ვერ მიმიხდი, უცხო კაცი თუ მოდის უკანიდან. კიბიდადო? გამახსენდა. მაღალი. იქნებ მაღალიც იყო შენ რა, ნახე? ოფიცერი. შენ ნახე? ვაღლეთი კერვალი ქალის დგას და იბასთან. დამაგარდია გერან! მაგრამ ეგეთი ლამაზი მაინც არ იყოს. აი ხლა მე მითითიანი რა თახარო კაცო მიყვარს და იმიტომ რომ არ მიყვარდეს რას ვინაღვლები ოხ ვიცოდე ვინ არის ჩემი დამღუპავი მაშინ სიმონი მოკდეს თუ ერთი წუთი ვაცოცხლო და კისერი არ მომვრიცო აქ ის ახუში წახელს სიმონიკო წავე ხო მე ისე მოველ ხოდაი მეც მაგას ვამბობ რომ მოხვალ ხალდები დამჩადა იმისათვის მოვბრუნდი ვაიმე სიმონიკო რა მოგივიდა შენი ჭირი მე რა დაგემართა გენაცვალე რა მოგივიდა
შეგძაგდა ჩემი სახე. ეხლა გახდა შენთვის საშინელი. მან დაჭერდია თავს კითხავ. შენა დათასიკო ისე გიპარვარ თუ არა აი შეგიძლია სხვა შეიყო აბა მაგას რაღა შეკითხვა შენ რა ეჭვიცა გაქვს სიმონ ხმერთო ჩემო გაგთხდი სიმონ ხომი ძიად 1000 უბედურება მოსდევს არა მე არ ვეჭვიანობ მაგრამ აი ზოგიერთი გარემოება ერთსაც კითხავ შენა რა უფრო გიყვარს და რა უფრო გძულს მე მძულს აქ შენი ეჭვი ხო და მიყვარს ვინა შენა სიმონ შენა აბა მაგას რა კითხვა უნდა ხმერთო ჩემო აი მე კი მიყვარს ჭეშმარიტება და მძულს სიცრუე შენა ამ ბოლო დროს რაღაცა ცუდი ქცევა შემოგჩვევია Ingiambo Kanakai kesvino Moş Martalia Simoni kokenatmane rover dapt me rakna Martalia khotu dat chokoli abisatu უნდა ჩაქოლო. უნდა ჩაქოლო. პროცესა ჯურის წერამდეც აკეთები? ხმერთო ჩემო არა ხმერთმა ხომ იცის რომ არა ჯერ ერთი კვირაც არ არის და ჯერ იმოდანა თანაშაულიც კი არა მაქვს სიმონი გოგენაცვალე ჯერი მოგენა თანაშაული არ მაქვსო? აბა რა მეკიდა სიმონ რა მეკიდა შემთელი დღე სამსახურში ხარ ჩემთვის არ აქცალია აბა მე თაღი რითი გამიდო გული რას გადავა ოქცავა თეთა შეს მოვიყვარ ყველაფერს მომღერე შეიძლება მე თავი დამანებეთ ის კი უმალო გონია ამ საქმეში რაგო დედაშენი მე კი ვეცდები მოვსპო ჩემი საშინელი ჩვეულება შენ და სასიამოვნო დიდი მადლობა შეგიჭირე გარეთ სულ საპირობს და მოდი ხოლგას გაგა ხოლგას გამადამ ვიცი ვისთვისაც უნდა ჩემი აქედან წასვლა ვიცი სამსახურიდან მოუბრუნებულს მოგისწრო საყდარმა შენ სადექი და შენ სადე სათმე აგიტა სახში რომ მოხვედი შემიძლია მეტი ბოლოს და ბოლოს რა არის ეს აღარ შემიძლია აი ხა წავა და მე ისე უცებ ჩუმად უკან მოვბრუნდები მიხდა და მიხდეს
მეტი აღარ შემიძლია. აღდგები და ყველაფერს ვეთქვი. როდემდე ვატყუო ქმარსა? ოხ, რატო წავიდა ღმერთო ჩემო? აი მოვიდეს თუ ყველაფერი არ უთხრა. ვინ არის? მე ვარ. სიმონიკო, შენ ახარ გინაცვა? მე ვარ. ეხლარე სიმონიკო. გამიგეთ კარი. ეხლარე გინაცვა, რა გიმართა? გამიგეთ კარი. ეხლარე რა გიმართა? არ გამიგებ თუ. რა მოგინდა ბოლოს? ეხარ მოიწმე სიმონიკო. აი გავაგე. სადარი. სად გადამალე? რა სადარი რა? რა უყავი სადარი? რა? სადარი. მე რა. სადარი. რამდენი მოუწევია მოჯახდახსო გამარ.
ენატანია და ქლესა. ოღონდ მათემატიკის მასწავლებელმა კარგი ნიშანი დაუწეროს და თვალებით ეკეკლუცება იმ საგანას. ეს უცნობო თვალები. აბა ერთი ყოფილიყო ისტორიის ან მჭერმეტყველების მასწავლებელი. აბა ყოფილიყო. თუ ვერ გამოიყვანე მათემატიკის ამოცანა სწორად ისე დაგჯის რომ ასე თქვა სირცხვილი ხსენი რომ ამხელა გოგო მომოცანების გამოყვანა არის. სირცხვილი. რატომაა სირცხვილი, რატომ? მე თქვენ უცილში წავიკითხე რომ დედაკაცის, ანუ ქალის, ნამდვილი და უპირველესი მოვალეობა ის არის რომ კარგი მეუღლე იყოსო და დედა. და არა პითაგორას თეორემები აკეთოს. Darmon პანსიონში აღარ ვისწავლე და ციხე საცხეში აღარ აკეთებ. ამას ქნა.
Carlota Carlovna მასწავლ გამიშვით რა. ჩემი კიდევ ხვალამდე დაგიქნებით დაგეთი. იქნა დაგიო. დიდი ამბადი. აი მე კი წავა და სულ ყველას ვეთქვი თქვენ. თავზე პარიკი გახურათ. როგორ გამი? ეხლა დაიჩოქეთ. როგორ თუ დავიჩოქო? როგორ მე უფროს კლასელმა დავიჩოქო? დაიჩოქეთ. მალჩალოდა. У меня пульс плохой. Бадана? Я? У меня пульс плохой. Ой, ара. Я выморочилась. Ой, саду? А? Сада? Я Шарлотта фон Блумен. Вина вару Шарлотта вину? А? Вина? У меня пульс плохой. Ау. Я выморочилась. Ой, дацна, дам шедит парик, ну ра. კარგი. კვირა სახლში ვერ წახვალ. ვაი მე მასალა მოიჭირი მე ძალიან ხარებით მასალა. კვირა სახლში ვერ წახვალ და ჯებიტა. ასაშინელი გულქო ადამიანი ყოფილა. ამას ტრაფერი არ გადის. არა მე ერთი შორეული დეიდამს, როდესაც იმას განგი დაემართება ხოლმე ისტერი. რა ვიცი, ბიძა ჩემი ყველაფერს უსრულებს. მათი კეთილი კაცია ბიძა ჩემი. რა ვიცი, აბა თქვენ კვირას სახში რამეშულება კვირას რომ ახში არ გამიშვა. შვილი გამეთხოვდა და სწორედ კვირას ის გამო წვეულება. ხოდა დედიკო დამპირდა წაგიყვანო. და ამის გამო ნიერ ახალ კაბასაც მიკერავე. წვეულებას იქნები. აი რა კარგია. ამ холод შედე რატომ ჩემთი მუცია მალიდან ღმერთ ბაბაბა სიხარული სიხვარული холод შედე холод შენერთ გახოლა იმიტომ კარგი რომ ყოველთვის ბალმეჯლისები იმართება ხოლმე. თული სასტუმრო დარბაზები სავსეა ლამაზად მორთული სტუმრები.
vous engagez. Mademoiselle, permettez-moi de vous engager. Mademoiselle, permettez-moi de vous engager. Mademoiselle, permettez-moi de vous engager. Avec plaisir, monsieur. Qui? Attention, juste à votre... Tâchez comme client. რა კარგია. რა მშვენიერება. მომიდევეთ კითხვისათვის. შეიძლება გკითხოთ? ვინ აბრძანდებით? აქ საიდან გაჩნდით? უკაცრავად, მაგრამ ჯერ თქვენ თვითონ მიბრძანეთ. თქვენ თვითონ ვინახართ და თქვენ თვითონ საიდან გაჩნდით აქ? მე აქ ცხოვრობ, აქ ჩემი სახლია. მაგ პანჯარაში ცხოვრობ? დიახ, აქ ოთახი მიჭირავს. მე მაგ პანჯარაში საიდან გაჩნდით? მოგახსენებთ, იცით, ხმაურობა შემომესმა მაშინ, როდესაც აქ ყოველთვის სიწყნარია და მოვიწადინეს შეტყობა და ნახვა. აჰა. შეტყობა და ნახვა მოიწადინეთ, არა? მე რომ კარგი ჩვეულება არ არის? მართალია, კარგი არ არის. ნათქვამია, ბევრი სცოდე მალე დამბერდებაო. უყურებ, ჩვენ კი რამდენს გვასწავლიან, დავბერდები, აბა რა მომიგვა? უი, სიმღერა შემომესმა. ეგა. ვაიმე, მითხარით რა აქ საიდან გაჩნდით? მე აქ კლასის დამრიგებელმა ჩამავწყდია. რა კარგია. ისე ჩამკეტა, როგორც პირველ კლასელი შეგირდი. აბა რა არის ამაში კარგი? არ არის კარგი. ხედავთ როგორ მეპყრობიან 15-17 წლის ხალხს? არ წავიდეთ ხალება აგაგება და ამოტევება სწავლით რომ იცინეთ წერაგენ აღვიყვათ რა. აბა მე რა ვგინა რა ვიღაც შარლოტა კარლოვნა ღმერთმა იცის საიდან ჯანდაბიდან გადმოთასულმა ჩამკეტა ამ ბნელში და შერიც კი დამტოვა. ნუ თუ მართლა შრალპურზე იმუღმერთო? ხაიმერი პური რა აბა მაჩვენე პური ვაიმე რა პატარა რას გეყოფათ ეგ არ გეყოფათ საიდან ეგ არ გეყოფათ. მეყოფა თანსუ თაღმა თაგვება? თაგვებმა? არა. კი? ბერმა? ნო? დიდებმა? არა. ოი, შეგიძლიათ ჩემთან ერთად რომ ისაუზმოთ? აი აქ პანჯარასთან. ორმას მადლობას მოგახსენე. რას მძანებ რის მადლობა? ერთი ქადა მაქვს და კიდევ ერთი ბოთლი შამპანიური. სტუმრისათვის გქონდა. ვაიმე, არა. არა, სტუმარი არ მოვა. რატო არ მოვა? სახლის პატრონი მაგდებს. როგორ თუ გაგდებთ, რათა? დიახ, 4 თვეა, ბინის კი არ გადამიხდია და ეხლა ოთახი უნდა დაუცალო, მაგრამ ამ გამომშვიდობებისას ბედნიერად რაც თავს რომ ღირსი შევიქნებით თქვენთან ერთად საუზმის მithმევისა. მადლობა. არაფერს. მაშ ნება მიბოძეთ გიახლოთ. მიბძანდით. გიახლოთ და ამ წუთია გავხდით. რა შეიძლება მალე მიბძანდით რა? აი მე ღმერთმა რამეზობელი მიბოძა? მართალია, ხა ლამასი არ არის. მაგრამ მე რა მოხდა? აკი ნათქვამია, სულ არ არაობასო, ესაო. აღა ჯობიაო. ხო, სულ არ არაობასო, ხურმა ცხილიაო, ჰე? აბა ეხლა ეს ჩემი მეზობელი გავყარ ხურმას არ ჯობია? თანაც როგორი გულკეთილია. საწყალი ნეტარა ეშველება უბინაო.
გულკეთილობა არ არის, აბა რა, თითო როგორი გაჭირვებულია და მე ქადას მომიტანს. ვაიმე, მართლა რა კაია, თორე ისე მშია. შამპანური მე ჯერ არ დამილეია. ნეტა რა გემოსია? შამპანური. არა, მე საერთოდ ბევრი ჭამა არ მიყვარს. მე თან ვერ ვიტან, გაუმაძღრები რო არიან ღიპიანები ხო მუქთახორები. მაგრამ რა გინდა რა, ჩვენ ამ პანსიონში შამპანურს კი არა. სუერთი და იგივეს გვაჭმევენ, გეგონებას მნის უღლება იყოს. მე ჭამ ფაფასერბოთი, შენ ჭამ ფაფასერბოთი, ის ჭამს ფაფასერბოთი. ჩვენ ჭამ ფაფასერბოთი, თქვენ ჭამ ფაფასერბოთი, ისინი ჭამს ფაფასერბოთი. აი ხა სხვათა შორის სადილობის ზარია. მიგძადის ქალებო და ქალბატონებო, მირთვით თქვენი ფაფაერბოთი, ზეთქიდე წყალწყალა ბურახი დაყოლეთ არ დაგავიწყდეთ და გაიბერენით და გაიჭირბენით. მეტი აქ მშვენიერ ქადას მივირთმევ. ზეთ შამპანურსაც დავაყოლებ, გასკდით გულზე. ხო, ჯერადე არ მოდის. ხო, ზმნაზე გამახსენდა. ძალუას მეზობელმა დედაჩემს ერთი ანეკდოტი უამბო. მე ვშრომობ, შენ შრომობ, ის ჭამს. მოიცა, როგორ, ჩვენ შრომობთ, თქვენ შრომობთ. ისინი ჭამენ. აი, რა არის? მე რა კაცია. რა უგეთურება მზად არაფერი არ არის. არა, ახლავე აი ამ წუთში. ვაიმე დიდი. აპლი, სად გახლავთ? ასე მალე? ყველაფერი მზად არის და მე თვითონაც არ გახლავართ სუფრაზე. მაგიდაზე, ანუ მაგიდასაზე და არა სუფრაზე. ექსელენტია. ნება მიბოძეთ შემოგწიროთ ესე მცირედი ნაჭერი, ხო? მცირედი რა თმინდა, ბევრი არაჯობია. ეს ბევრია. სულთლიანა. ვაიმე დიდი მადლობა. არა. ვაიმე რა კაცია. როგორ მოგწონთ? აბულა. მერთმა სასიკეთოდ შეგარგოთ. უი არა, მე არ ვიდა. მადლობა. ამენ. ვაი, გიშმიშები აგ. ჩემთანაც არის კისმიშები. ვაიმე რა კარგია. აუ. ვაიმე ვიღწები ვეღარ ყლაპა, ვაიმე. ეს იაიხედეთ და დაგივლით. ვაიმე მაინც ვიღწები, ვაიმე უკვე დავიღწები. მაშინ უნდა დავიოთ რამე. უი, შამპანური გამახსნა. იცით რა ამბობენ, გახსნის რო სიფეთქებს და გასხდებაო, მართალია? მართალია. ერთი მაჩვენეთ რა. ძალიან მაინტერესებს როგორ გასხდება. ეს გადადამიჭი. ბუფსიზა. მართლა. ვაიმე, კი არ გამიხსნა, ეს ჭრიალა ქაღალდებით დამიჭი. ვაიმე, ბუსიზან. ვაიმე, მე მგონი ჟრება უკვე. ვაიმე, მიდის, ვაიმე, ბუ! მე არაფერი მასწავლებელო. ალბათ თქვენივე თითი მოგხსნათ ხოლმე. ასე, არა. ეს რა არის? აბა რა არის? ეს მაგიდაზე არის რა? ხო, რა მაგიდაზე. ამჟამად, ვაი, რას ვაკეთებდი და ბუზებს ვიჭერდი. აი ბუზი. არა. ეხლა. ასე? მე მაგისათვის დაიჟები. აიღეთ ფანკარი ფურცელი და დასწერეთ.
გამოუთხე დავაბრუნებ და დავაბრუცელებ ჩემს კეთილ შარლოტა კარლონას. ხატო! შატება მაგაშო! გაქრა? ვითარცა ყვავილი დამაჩვენება. მაშეს შარლონა კარლონას სადღეგრძელო დავიო. ნატალია, გაუმარჯო შარლოტა კარლონას. ეს ღმერთმა გაახაროს, გააბენიეროს, გაათხოვოს და დააბრუციანოს ჩვენი შარლოტა. დედა რა გაიგუბებინა, ოთახში ჩაკეტილი ყოფინა. გაუმარჯო. ეხლადე კარი გააღე. კარი გააღე, ეხლადე. შარლოტა, აი შარლოტა. არ გავა.